ასაკს თავისი მოაქვს, წლებთან ერთად ადამიანებს წონაც ემატება და განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან. ზედმეტი სიმსუქნე ესთეტურად ამახინჯებს სხეულს, იწვევს მრავალფუნქციონალურ დარღვევას. თქვენ გახდომის დიეტურ, სამედიცინო და სხვა საშუალებებს მიმართავთ. ამ მომაბეზრებელ პროცესებს რომ თავი აარიდოთ, სისტემატიურად უნდა აკონტროლოთ თქვენი წონა და დაუჯეროთ სტუდია მაესტროს ტელერეცეპტს. გადავეჩვიო სულელურ ჩვევას, საუზმესა და სადილს შორის მივირთვა რამე თუ ძალიან მომშვიდება. უბრალოდ ერთ ჭიქა წყალს დავმევ. შევეცდები შევადგინო იმ პროდუქტების კალორიების ცხრილი, რომელსაც ყოველდღე ვხმარობ. არ მჯერა რომ მსგავსი ცხრილები მხოლოდ თანამედროვე ჟურნალებისა და უცხოელებისთვის არსებობდა. სადილის დროს არ მივეძალები ალკოჰოლურ სასმელს. ეს ჩემ რეპუტაციასაც საფრთხეს შეუქმნის. როდესაც რადიოთი ან ტელევიზორით ვისმენ მუსიკას, ვიცებებ მით უმეტეს თუ ამ დროს ბინას ვალაგებ. სახლებში, სადაც ლიფტია, მაღალ სართულებამდე ვივლი ფეხით. ეს ჩემი პროექტიდან დღეს ყველაზე ადვილი შესასრულებელია. სარკის წინ ხშირად გავუყინებ საკუთარ თავს და გულმოდგინედ დავათვალიერებ ჩემს აღნაგობას. სიმსუქნეს ადვილად დაამარცხებთ თუ ტელერეცეპტის მიხედვით იმოქმედეთ.